ბიზნეს ასოციაცია ჩვეულ ტრადიციას არ ღალატობს და მიმდინარე კვირაში კიდევ ერთ წევრ კომპანიას ესტუმრა. BAG-ის წარმომადგენლებმა ამჯერად დეველოპერული კომპანია Biography Living-ის ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი საკენი მოინახულეს, რომლის მშენებლობაც აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. კომპანია Biography Living-ი ვისოლ ჯგუფმა 2 წლის წინ დააფუძნა და მას შემდეგ დეველოპერული ბაზრის მოთამაშე უწყოთ განვითარებას განაგრძობს. ამ ეტაპზე მათი პორტფელი ჯამში 4 მიმდინარე პროექტს ახორციელებს, წლევანდელი გეგმები კი კიდევ უფრო მასშტაბურია. რა სიახლეებს აანონსებს კომპანია და რა შედეგები აქვთ ოპერირებიდან 2 წლის თავზე დეტალებს ჩვენი ვიდეო ისტორიიდან გიამბობთ. 2 წლის წინ ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ახალი სიტყვით, ხედვითა და ხელწერით გამოჩნდა მოთამაშე, რომელმაც ინდუსტრიაში განსხვავებული პერსპექტივა შემოიტანა. პირველად იყო იდეა ქალაქის ურბანული ტრანსფორმაციის. ამავე იდეაზე დააშენა ვისოლ ჯგუფმა მომავლის დეველოპმენტის კონცეფცია და ასე შექმნა კომპანია Biography Living-ი. ქმედითი ნაბიჯებით გამყარებული ამბიციური გეგმების სისრულეში მალევე მოვიდა. პორტფელმა უკვე 4 მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანა. მიზნის მიღწევის გზაზე Biography Living-ი მსხვილ ბიზნესად პოზიციონირდა და ვისოლ ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებთან ერთად ადგილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიც დაიმკვიდრა. Biography-ის მიზანი პირველივე დღიდანვე იყო, რომ შეექმნა განსხვავებული პროდუქტი, რომელიც გამორჩეული იქნებოდა თავისი პრემიალურობით, თავისი მულტიფუნქციურობით და სხვადასხვა სიკეთეებით, რასაც შემოიტანდა ამ ბაზარზე და 2 წლის თავზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამ მიზანს უკვე ნაწილობრივ მივაღწიეთ, თუმცა სამუშაო კიდევ ძალიან ბევრი არის და გვინდა რომ მართლაც დავნერგოთ ახალი სტანდარტი ამ ინდუსტრიაში. ყველა დეტალი არის გათვლილი, ყველა ნიუანსი, თვითონ ბრენდები, რომელიც შემოდიან და მათ პროდუქციას ხედულობენ იმისაც, რომ შეფუთვა არის ტექნიკა არის ლიფტების სახით და შემდეგ გამოყენებული, ყველაფერი არის სწორედ უმაღლეს დონეზე, რაც განასხვავებს ამ კომპანიას ალბათ ამ ბაზარზე და რაც ქმნის იმ კონკრეტულ უპირატესობას, რამაც შექმნა მიზიდულობის წერტილი და ცენტრი აი ამ ადგილის, თუნდაც ამ ადგილის გარშემო. გარემო, სადაც სიცოცხლეა, სადაც ახალი და მრავალფეროვანი ურთიერთობები იბადება. ამ ხედვით Biography Living-ი ისეთ მიმდინარე პროექტებს ახორციელებს, როგორიცაა საკენი ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მატიანი წერეთელზე. მუშტაიდის პარკის წინ შანტანის მრავალფუნქციური კომპლექსით პოზიციონირებენ. ქეთევან დედოფლის გამზირზე კი ყველაზე მასშტაბური პროექტის, ჰისნის ისტორიას წერენ. 4-ვე პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $400 მილიონ უტოლდება და როგორც ამბობენ, ეს ინვესტიცია უპირველესად იმ ხარისხში იდება, საიდანაც პროპორციული ამონაგები ცხოვრების მაღალი სტანდარტია. ჩვენთვის მთავარი გამოწვევა არის, რომ შექმნა ძალიან ხარისხიანი პროდუქტი და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რაც გამოიხატება იმ სამშენებლო მასალებში, რომელსაც ვიყენებთ. თუნდაც ავიღოთ ის, რომ საკენი მოპირკეთებული იქნება შუქოს კარფანჯრით, რომელიც არის მართლაც გამორჩეული და ყველაზე პრემიალური კარფანჯარა. საკენში იქნება გამოყენებული NBK-ს ტერაკოტა, რომელიც არის ასევე გერმანული კომპანია და არის უმაღლესი ხარისხის საფასადე მასალა. ასევე იქნება შინდლერის ლიფტები, რომელიც არის შვეიცარიული კომპანია და ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ გამორჩეული თავის ინდუსტრიაში. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევარჩიოთ ყველაზე პრემიალური და გამორჩეული პროდუქტები. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი იდეა, პროექტი არსებობს გარდა ამ კონკრეტული ლოკაციისა, რაც კომპანიაშია და შესაბამისად ვითარდება და ჩვენ გვიხარია, რომ ბაზარზე ესეთი მაღალი დონის პროდუქტის მიწოდება ხდება იმ ადამიანების, რომლებსაც აქვს მოთხოვნა სწორედ ხარისხზე, მაღალ ხარისხის პროდუქტზე და შესაბამისად მათი ინვესტიციაც სათანადოდ ფასდება. Biography Living-ში დარწმუნებულები არიან, რომ მათი თითოეული პროექტი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ კომპლექსი, რომელიც საცხოვრებელთან ერთად კომერციულ და საოფისე ფართებს აერთიანებს. როგორც ამბობენ, 21 საუკუნის არქიტექტურით, ჭკვიანი ფუნქციებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყველა პროექტი არის სივრცე, რომელსაც თავისი ისტორია აქვს და მერე ამ ისტორიებით იწერება ახალი თავი თბილისის ურბანულ ბიოგრაფიაში. ყველა ჩვენი პროექტი დაფუძნებული არის 15 წუთიანი ქალაქის კონცეფციაზე, რაც გულისხმობს ყველა საჭირო სერვისის მიღებას საცხოვრებლიდან 15 წუთით ფეხით სავალზე. როდესაც დავიწყეთ საკენის გაყიდვებით, განვაცხადეთ, რომ იქნებოდნენ წარმოქმნილი ყველაზე პრემიალური კომპანიები, აქ იქნება წარმოქმნილი გასტრონომის დიდი სუპერმარკეტი, რომელიც იქნება ყველაზე დიდი დედაქალაქის მასშტაბით, იქნება სოლოს ფილიალი, განთავსდება ანტრეს, სკას და სხვადასხვა კვების ობიექტები, ასევე იქნება ოქტოპუსის აუზი, 25 მეტრიანი თავისი ლამაზი ტერასით, რომელიც გადაჰყურებს ქალაქს და ასევე ფიტნეს დარბაზი ოქტოპუსის ბრენდის ქვეშ.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დეველოპერული ბაზრის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიებს თუ გადავხედავთ, მათ შორის სახელი, ბიოგრაფი, ლივინგი აუცილებლად გაიჟღერებს. ამასაც თავისი მიზეზი აქვს და ეს მხოლოდ მიმდინარე პროექტებს არ უკავშირდება. წელს სიმბოლურ კაფსულას კიდევ 5 ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის საძირკველში ჩადებენ და ასე გააგრძელებენ მომავლის ხედვით დედაქალაქის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.